ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სამართლის ექსპერტი, უფლებადამცველი ადვოკატი ბატონი ალექსანდრე კობაიძე. ბატონი ალექსანდრე ძალიან აღშფოთებულია ჩემს გავსად და მასაც უნდა რომ გითხრა თქვენ, მასაც დაუგროვდა სათქმელი და აი რა სიტყოდით ბატონო ალექსანდრე, როდესაც აგერ ხედავდით უკანონო, ესე იგი ჩვენი კოლეგების გამკვირვებია რა, როს გამოდიოდნენ და პოლიციელებს რომ ამტყუნებდნენ. მე არ ვიცი, აი საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში ვინმე ამას აპატიებდა, რასაც ახლა ესენი აკეთებდნენ, რუსთაველს, აი ამ ქმედებებს. თავზე ხელს გადაუსმევდნენ. მოგესალმებით. მე მინდა გავაგზავნო თქვენი პათოსი, ბატონო ნიკოლოზ. აქ ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ყველაფერი არის ფარისევლობა, რაც ამ აქციებზე ხდება. ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ეგრეთ წოდებული ვარლამ გოლეთიანი, რომელიც თითქოს და ქართული საკანძურისთვის და ქართული ღირებულებებისთვის იბრძოდა, იდგა აქციაზე და ჩვენ ვიხილეთ სექტანტები, რომლებიც ასევე აქციაზე დგენან და მათ ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ესეთი რაღაცა, ესეთი აქცია ისტორიას არ ახსოვს ჩვენს უახლოეს ისტორიაში, როდესაც ესე ვთქვათ, მგელი და კრავი, ანუ მგელი და ცხვარი მდგარიყოს ერთად. როგორ შეიძლება რომ ესეთ აქციას უწოდოთ ჩვენ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოს აქცია? ეს ხომ წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, როგორც აი ბატონმა ნიკოლოზმა ახსენა, რომ ეგრეთ წოდებული, რა ქვია, LGBT საზოგადოება და თან იქ გალობა ისმოდეს, ესენი იდგნენ ერთად. ეს ხომ ყველაფერი ფარსია. ეს ხომ წარმოუდგენელია, რაც ხდება აი ამ აქციებზე. დღეს პირველმა გაავრცელა ესეთი სიუჟეტი, რომ თითქოს და ის კუბო, რომელიც დაწვეს, სადაც მაცხოვრის ხატი იყო გამოსახული, თურმე იესოს ხატი კი არ იყო, ერთ-ერთი ჩინელის გამოსახულება იყო, წარმოგიდგენიათ? და რა დონის მარაზმია, რომ აჯერებენ, რომ ერთ-ერთი ჩინური მითოლოგიიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პერსონაჟის გამოსახულება იყო და არა თუ მაცხოვრის სახე იყო. აი ესეთ მარაზმში არიან უკვე გადასულები. მაგიტომ მე ვეუბნები კიდევ ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ აქციაზე გეხართ. გონსმოდით. ვის გვერდით გახართ? აი ეგერ გამოვიდა ეხლა ეგრეთ წოდებული მწერალი და მოგიწოდათ რომ აქციებზე უნდა გახვიდეთ და მის გვერდით უნდა დადგეთ? რომელმაც გახცნა ჩვენი ქვეყანა, წაბილწა თავიანთი ეგრეთ წოდებული უსაზღვრო თავისუფლებით. და რეალურად ეს უსაზღვრო თავისუფლებაა? თუ ეს ეშმაკის განსახიერებაა, რასაც ისინი აკეთებენ? სოდომი და გომორი სხვა რამე არის გარდა იმისა, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ? სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც აქციაზე დგას და ბრმაიარაღად არის გამოყენებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციასგან, ეგრეთ წოდებული იმ ჩვენი ბჭყალებში დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ამ ყველაფერს აღვივებენ, კრიტიკულად არ უდგებით თქვენ საკითხს. და ისწავლეთ კრიტიკული აზროვნება, ხალხო. თორემ აქციის გაკეთებას ჩვენ ვერავინ დაგვასწრებდა. ჩვენ რო აქციებს ვაკეთებდით, ვინ აკეთებს ისეთ აქციებს? და ვინ აკეთებდა ისეთ აქციებს? მაგრამ ეხლა დრო არ არის აქციების გაკეთების. ეხლა ისე როგორც არასდროს მართველ პარტიას ჭირდება გვერდში დგომა. და არ ჭირდება ეს დებოშები, როგორც ეხლა ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. ეს ყოველივე არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. და თუ ესე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგალითად დღეს კიდე ევროკავშირიდან ჩამობრძანდნენ დეპუტატები და უნდათ რომ აქციაზე ხვალ გამართულ აქციაზე შეიკრიბნონ. და რა უნდათ მათ? თქვენ გაგიგონიათ ეგეთი რაღაცა ხალხო? რომ ხელისუფლებას არ ხვდებიან ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორები ევროკავშირის წარმომადგენლებიდან და ხვდებიან ოპოზიციას და გამოდიან აქციაზე. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს ხომ ყველაფერი უკვე ნათელია, რომ ეს დადგმულია.
და სწორედაც რომ ჩვენთან უნდათ რომ მაიდანი მოეწყოს, რევოლუცია, დამხობა, პუტჩი, რაც გინდა ის დაარქვით. ქართველი წინააღმდეგ უნდათ რომ დაგვაპირისპირონ და თქვენ რა შვრებით ამასობაში? რა შვრებით ის ადამიანები, რომლებიც ამდენი 10 წლეულების განმავლობაში ჯერ ნაციონალების დროს იყავით ხელისუფლებაში, მერე ქართული ოცნების დროს იყავით ხელისუფლებაში და ეხლა ისევ გადაბარგებას აპირებთ, ხო? შემირცხვენია თქვენარი ადამიანებისთვის. სულ ვეუნდებოდით ქართულ ოცნებას, რომ ეგეთი ადამიანები დაღუპავდნენ. აი დუტა სხიტრაძე და ძმანი მათზე მაქვს საუბარი. და ფაქტიურად ცდელობა რომ დაღუპონ დილით აქციებზე დგანან და საღამოთი უпростоრად დილით სამსახურში არიან და საღამოთი კიდე აქციებზე დგანან საჯარო მოხელეები ეს ნორმალულია ხალხო და ხელფას იღებენ კიდე საჯარო სამსახურებიდან თუ არ გინდა საჯარო სამსახურში მსახური წადი მაშინ და გაიწიე ეგაც არ უნდათ ამიტომ დაფიქრდით ყველაფერი არის ფარსი ესეთი საზოგადოების წახალისება არის დამღუპველი და სწავლა რომელიც ჯერჯერობით სამწუხაროდ არ ვიცი მაგრამ ლექტორატი ძალიან დიდი შეცდომით ხდება ის რომ სწავლა აღარ არის უნივერსიტეტებში და ეს ახალგაზრდები არიან ქუჩაში შეგნებულად ჩაუკეტეს უნივერსიტეტები და გამოუშვეს ქუჩაში ამაზე პასუხი ვის მოეთხოვება? როდესაც დედას გონია, ანუ მშობელს გონია, რომ მისი შვილი არის უნივერსიტეტში ან სკოლაში, უცბად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები არიან ქუჩაში. ეს არის თუ არა ბრმად გამოყენება ამ ახალგაზრდების? ის პროპაგანდა, რომელიც სრულად არის ჩართული და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროპაგანდა ამ პროპაგანდამ რომ იმუშაოს ვერ ხვდებით რამხელა თანხები იხარჯება ხალხო მე პირადად შოკში ვარ იმხელა თანხები იხარჯება გვარამიას 89,000 ლარი ქონია თვეში წარმოგიდგენიათ თავარი არხში როდესაც მუშაობს ადამიანი 99,000 დღეს თავარი არხის დაფუძნებელმა ოქრიაშვილმა განაცხადა რომ ოქიაშვილმა განაცხადა რომ 99,000-მდე აძლევდა ბატონ გვარამიას თქვენ წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? ხო და გოსმოდით ამხელა თანხები რო იხარჯება PR კამპანიაში რატომ იხარჯება? რატომ აქვს გვარამიას ამხელა ხერფასი? რატომ აქვს გაბუნიას ამხელა ხერფასი და კიდე სხვაებს? სწორედ იმიტომ აქვს რომ ჩვენ თავები გამოგვირეცხონ მაგაზე დაფიქრდით და თუ არ გვინდათ რომ თავები გამოვირეცხოთ და გამოგვირეცხოს ვინმემ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება და არა ისე რომ წაში დაუკრათ ევროპა გვინდა და 35 წელია უკვე თითქმის ტავს უკრავთ რომ ჩვენ ევროპა გვინდა და რა მივიღეთ ევროპისგან არც არაფერი მარტო ხან მაპზე უარესი ან მაპზე უკეთესი და მსგავსი რაღაც ესე ვთქვათ ფარატი და სიტყვები მივიღეთ ამიტომ ვიძახით რომ ჩვენ სადაც ღირსება არ გვექნება არც ევროპა გვინდა და არც ერთი კავშირი არ გვინდა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი თავი ჩვენო გაკუთვნოდეს. ამას უნდა მივახციოთ. აი ახლა არის ძალიან კარგი დრო. არ გამოუვათ ის, რასაც ახლა ცდილობენ. რევოლუცია არ იქნება და ვერ იქნება ჩვენს ქვეყანაში. დამთავრდა რევოლუციების დრო.